სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად, ის რაც ვიცით, ის რაც მრავალგზის გაგვიგია, რაც გამოცდილებითაც შეგვიგზვნია და ჩვენი ინტუიციაც ამას გვარნახობს, არის ის, რომ ვერანაირი არაწმინდება სასופველოს ვერ დაიმკვიდრებს და უნდა რეალიზდეს ჩვენი მსგავსება ქრისტესთან. ამიტომაც არის, რომ თუ ადამიანი გონივრულად ცხოვრობს, მოაზროვნეობითობას, თავის აზროვნების უნარს, მოაზროვნეობითობას, როგორც ანტონი დიდი ამბობს, სწორად იყენებს, მაშინ ის ვერ დაემალება საკუთარ თავს და ვერ იტყვის იმას, რომ მან მიაღწია იმ მდგომარეობას, რომ სრულად წმინდა, ანუ ღვთისნება სრულად აღსრულებულია მასში. ადამიანის სრულად უნდა იქნას განწმენდილი, არა მისი რაიმე ნაწილი, არამედ მთლიანად. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ცხონდებით მთლიანად, ჩვენ აღვდგებით მკვდრეთით და ის რაც ღმერთმა მიიღო, ყველაფერს აცხონებს და ღმერთმა მთლიანად სრული ჩვენი ბუნება მიიღო. ბუნებრივია, რომ ეს არის სამუშაო მთელი ჩვენი ცხოვრების, მთელი ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრების, ეს არის სულმუდამ ჩვენი საკეთებელი, ამით ვერ დგულებთ ჩვენ უფალს იესო ქრისტეს. ეს არის მცნებების აღსრულება. ეს არის ზუსტად, როდესაც ჩვენ ყოფიერ ცხოვრებაში, ჩვენს ურთიერთობებში ყოველთვის ორიენტირად გვაქვს იესო ქრისტე, როგორ მოიქცეოდა, რას გააკეთებდა, როგორ იტყოდა, რას მოიმოქმედებდა, როგორ შეხედავს იგი ჩვენს საქციელს, ჩვენს გულის თქმას, ჩვენს გულის სიტყვას. და რა თქმა უნდა, ნიმუშად გვაქვს წმინდა წერილი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს დავიბადეთ და არა 2000 წლის წინ, ღმერთმა იმგვარად განაგო თავისი ყოვლად სიბრძნით და ყოვლის შემძლეობით, რომ ჩვენ ზუსტად შეიძლება იგივე გამოცდილება გვქონდეს, რაც ჰქონდათ მოციქულებს. ამის მაგალითი თავად პავლე მოციქულია, რომელსაც არ ეხილვა ქრისტე, არ უნახავს ქრისტე, არ უნახავს. მეცაც გეტყვით, პავლე მოციქულს სახარებაც არ ჰქონდა ხელში. სახარება არ ჰქონდა ხელში პავლე მოციქულს. მეცაც გეტყვით, წმინდა წერილის პირველი ტექსტები სწორედ პავლე მოციქულს ეკუთვნის, მაშინ როდესაც არც ერთი სახარება ჯერ დაწერილი არ იყო, პავლე მოციქული უკვე ეპისტოლეებს წერდა. საიდან იცოდა ეს ყოველივე მან? და მრავალი წლის მერე, რამდენიმე წლის მერე, ჯერ 3 წლის მერე, კიდევ მრავალი წლის მერე, იგი თავის მოქმედებას, თავის მოძღვრებას გადაამოწმებდა ხოლმე მოციქულებთან და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. და საიდან იცოდა მან? ესე იგი, შესაძლებელია, ღმერთი თავის ყოვლის შემძლეობით, ღმერთისათვის პრობლემა არ არის, რომ ადამიანებს ასწავლოს, გააგებინოს ის, რაც უნდა იცოდეს ადამიანმა და არაფრით არ ჩამორჩებოდა პავლე მოციქული დანარჩენ მოციქულებს. ჩვენ ახლა პავლე მოციქულს კი არ ვედრებით, მაგრამ ეს ჩვენ მაგალითად გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უშუალოდ ქრისტე არ გვინახავს, ჩვენ ყველაფერი შეიძლება ვიცოდეთ ისე, როგორც მოციქულებმა იცოდათ და თუ არ ვიცით, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო არ არის თავგანწირულად ერთგული უფლისა და ჩვენ სულიერ ცხოვრებაში არ გვაქვს ორიენტირად იესო ქრისტე. ვერ ვახერხებთ ამას, ჩვენი სიმართლით, ჩვენი რელიგიურობით, ჩვენი პატივმოყვარეობით ვცდილობთ, რომ ვიყოთ ქრისტიანები, მაგრამ ეს ესე არ გამოვა. აი, წმინდა წერილი, რომელიც ჩვენს დამხმარეთ არის, პავლე მოციქულს არ ქონდა და ჩვენ გვაქვს წმინდა წერილი. იონო ოქროპირი ამბობს, რომ ადამიანს რო გული წმინდა ქონდეს, არანაირი წმინდა წერილი მას არ დაჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი გული არ უშვებს ჩვენამდე იმ ცოდნას, რომელსაც ღმერთი გვაძლევს. ინტუიციურად რწმენა მოგვეცა, გვძნობთ რაღაცას, განვიცდით, მაგრამ ცოდნა არ გვაქვს. ამიტომ წმინდა წერილი გვეხმარება იმაში, რომ ის ინტუიცია, რომელიც ჩვენში რომ არ იყოს საერთოდ აქ არ ვიქნებით, მაგრამ რომ არის ის, რომ მეტნაკლებად სწორად განისაზღვროს ჩვენი შინაგანი შეგრძნებები და ღმერთის განცდა ჩვენში, ამისათვის წმინდა წერილი გვაქვს და ჩვენი სუბიექტური განცდა შინაგანი უნდა დასტურდებოდეს ობიექტურად წმინდა წერილში არსებული ვერბალურად გადმოცემული ცოდნით, სადაც ღვთისნება მჟღავნდება და მჟღავნდება თუ რას სურს ღმერთ ჩვენთან მიმართებაში. ჩვენ თქვით, რომ უნდა განვიწმინდოთ მთლიანად
მთელი ჩვენი არსება, სული, ჩვენი ხორცი მთლიანად უნდა განიწმინდოს იმისათვის, რომ ჩვენ ქრისტიანები ვიყოთ და კიდევ მეორე წმინდა წერილი ამაში გვეხმარება და არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სიმართლით ვიმოქმედოთ, არამედ აი ამ თავისი ერთგვარი შეიძლება ასე ითქვას, ვიწრო არტახებში გვაქცევს, რომელი ვიწრო არტახები სინამდვილეში სწორედ თავისუფლების მომნიჭებელია, იმიტომ რომ ის ჩვენი უკეთურინებისგან გვანთავისუფლებს და იმ გზაზე გვაყენებს, რომელ გზასაც თავად იესო ქრისტე ქვია. აი დღესაც ლუკას სახარებაში რამდენიმე მოხსა მოგიკითხავთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ განვიწმინდოთ და განწმენდა ნიშნავს არა უბრალოდ ზნეობრივ მდგომარეობაში მოსვლას, არამედ ჩვენში ღვთისნების რეალიზებას, როცა ადამიანის გული იხსნება ღმერთისათვის და მასში ღმერთი მკვიდრდება და ადამიანის ბუნებითი ენერგია თანხვედრაში მოდის ღვთაებრივ ენერგიასთან, ანუ ნებასთან. აი ესეთ რამეს ვკითხულობ ლუკას სახარებაში. რაც დღეს თქვენ გახსოვთ ასევე. მიტევებაზეა, დაღათუ 7 გზის დღესაშინა შეგცოდოს და 7 გზის მოაქციოს და ქვას შევინანე მიუტევე მას. ანუ ყოვლის მიმტევებლობა, ყოვლად მიმტევებლობა უნდა გვახასიათებდეს. ეს არის არა უბრალოდ ზნეობრივი ნორმა. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანობა არ გვთავაზობს ზნეობრივ ნორმებს. არამედ ქრისტიანობა გვთავაზობს ქრისტეს დარ ცხოვრების წესს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თავად ღმერთი დამკვიდრდება ჩვენში. რომ ადამიანს თავისთავად არ შეუძლია ემსგავსოს ქრისტეს უბრალოდ რაღაცა ზნეობრივი ნორმების მიბაძვით. და აი ეს ყოვლად მიმტევებლობა რამდენჯერაც არ უნდა შეგცოდოს, იმდენჯერ რომ უნდა აპატიო, გახსოვთ ეს სიუჟეტი, ბრავალგზის სხვადასხვა מחარებელი ამას ამბობს, ეს არის ყოვლად მიმტევებლობა მოსიყვარულე, სრულიად მოსიყვარულე გული, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება კონდეს ადამიანს თუ ქრისტე არის ჩვენში. სხვანაირად ეს შეუძლებელია. შემდეგ საუბარია სარწმუნოებაზე, გახსოვთ, მოციქულები ეკითხებიან, შეგვძინეთ ჩვენ სარწმუნოება. და რქვამათი ეს, უკეთ თუ გაქონდეს სარწმუნოება, ვითარცა მარცვალი მდოგვისა, რომელზეც ჩვენ ხშირად გვითქვავს, რომ დოგვის მარცვალი ნიშნავს არა უბრალოდ პატარა რწმენას, რომელიც მე უნდა გაიზარდოს, არამედ პატარას, მაგრამ ცოცხალს, ის ცოცხალია მდოგვის მარცვალი. რა არის ცოცხალი რწმენა? რას ნიშნავს ცოცხალი რწმენა? ცოცხალი რწმენა კვლავ და კვლავ ჩვენში ღმერთის ყოფობაა. თუ ჩვენში ღმერთი არ არის, ჩვენ არანაირი რწმენა არ აქვს. ამიტომ ამ შემთხვევაშიც აი ეს ერთგვარი ქრისტოცენტრულობა ვლინდება აქ. ჩვენი ცხოვრების თითქოს და ზნეობრივ ნორმებში, როცა ყოვლად მიმტევებელი სიყვარული შეგვიძლია ადამიანების და ყოველთვის შეგვიძლია უპირობოდ გვიყვარდეს ადამიანი და ყოველთვის მიუტევოთ ადამიანს, მეორე შემთხვევა ეს, როცა რწმენა გვაქვს, მაგრამ ეს რწმენა ნიშნავს ჩვენში ღმერთის ყოფობას, იმიტომ რომ ის სიცოცხლე, რომელიც სარწმუნოებასაც ჩვენ სარწმუნოებას უწოდებთ, ეს არის არა უბრალოდ ინტელექტუალური მიხვედრილობა, ან უბრალოდ ინტუიციური დაჯერებულობა ღმერთის არსებობაში, არამედ ეს არის თავად ღმერთის ყოფობა, იმიტომ რომ ის ცოცხალი უნდა იყოს. როდესაც თქვათ ადამიანს აქვს ერთგვარი ილუზია იმისა, რომ აკეთებს რაიმე სიკეთეს და შესაბამისად ეს სიკეთე საკმარისია იმისათვის, რომ სასופველი დაიმკვიდროს. ქრისტიანობა პრინციპულად ებრძვის აი ესეთ ამგვარ დამოკიდებულებას, ამაზე ჩვენ ადრე ბევრი გვისაუბრია. ყველა რელიგიაში ესეა, ყველა რელიგიაში, რომ იმისათვის, რომ იმ რელიგიის შესაბამისად რაღაცა თქვა დაიმკვიდრო, რაღაცა ადგილი დაიმკვიდრო, უნდა იცხოვრო სწორად, კარგად და იმ რელიგიის შესაბამისი მოწოდების მიხედვით და ის ცნებები იქნება თუ კანონები აღასრულო და უნდა იყო კარგი, უნდა იყო წარმატებული, უნდა იყო ზნეობრივი, განწმენდილი და ასე შემდეგ. ანუ შენი მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს იმ მართალი უნდა იყო, მოკლედ რო ვთქვა. უნდა იყო მართალი. ქრისტიანობა აი ამ ლოგიკურ პოზიციას, რომ რადგან მარადიული სიცოცხლე არსებობს, სხვადასხვა რელიგია სხვადასხვანაირად წარმოაჩენს ამას, რაღაცა მარადისობა არსებობს, თუ განვაზოგადებ. მე რო იმ მარადისობაში შევიდე, მე მართალი უნდა ვიყო. აბა მატყუარავო თუ ვარ და უარგისი თუ ვარ და უზნეო თუ ვარ, მარადისობაში როგორ მოხდები, მე უნდა ვიყო მართალი. და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მდგომარეობა, პოზიცია რელიგიური ადამიანისა და ზოგადად ადამიანური ბუნებისა,
რომელიც თავდაყირა დააყენა ქრისტიანობამ, როცა ქრისტე მოდის და ამბობს, არა მოვედი წოდებათ მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად და ჩვენ სახარებაში ვხედავთ უამრავ მაგალითს, ხო, უამრავ მაგალითს, სადაც ესე იგი, ახლა დიდ მარხვა იწყება, უკვე დიდ მარხვის მოსამზადებელი პერიოდი და თქვენ იცით ეს ზაქეს კვირა, მეზორისა და ფარისევლის კვირა, ჯვარცმული ავაზაკი არ უნდა დაგვავიწყდეს და მსგავსი უამრავი მაგალითი, როდესაც ეს სიტყვები არა მოვედი წოდებათ მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, უფალი ამას პრაქტიკაში ანხორციელებს. და ეს ერთადერთ გზას გვიტოვებს, რევიზია ჩაუტაროთ ჩვენ შეხედულებებს და კიდევ ერთხელ შემოუძახოთ საკუთარ თავს, რომ ის რაც საყოველთაოდ გავრცელებულია და რაც სამწუხაროდ ჩვენც გგონია, რომ მართლები უნდა ვიყოთ, რომ ცხონდეთ, ეს ასე არ არის. სხვა რამეა საჭირო და აი სხვა რამე არის საიდუმლოება, რომელსაც ქვია სიტყვა სინანული. სინანული არის საიდუმლოება. და რატომ საიდუმლოება? იმიტომ რომ ეს ლოგიკურად არ განემარტება, ის ესე პრაგმატულად არ შეიმეცნება, ის ცხოვრების წესით შეიძლება განიცადო, შენი ცხოვრების წესით მიიღო. სინანული ეს არის მეტამორფოზა, რომელიც კვლავ და კვლავ ქრისტოცენტრულობას გულისხმობს ჩვენში, იმიტომ რომ ეს მეტამორფოზა შეუძლებელია მოხდეს, თუ ჩვენში ღმერთი არ დამკვიდრდა, თუ ჩვენ არ დავდექით გზაზე, რომელსაც ქრისტე ქვია, თუ ჩვენ არ მივისწრაფით სიცოცხლისკენ, რომელსაც ქრისტე ქვია, თუ ჩვენ არ ვეძიებთ ჭეშმარიტებას, რომელსაც ქრისტე ქვია. და თუ ეს პროცესი არ არის შეუქცევადი და მუდმივად გაცოცხალი, ანუ ის არ შეიძლება გაჩერდეს. ეს არის ხა საიდუმლო მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც ადამიანს გარდაქმნის თლიანად და ახალ არსებად, ახალ ქმნილებად გადააქცევს. ამიტომაც როცა ადამიანს აქვს მაინც ეს ილუზია რომ რაღაცას აკეთებს, გახსოვთ ხო ეს სიუჟეტი რო შექმნა, რომ მოდის ადამიანი ბატონიც მოვიდა სახში, მონაც მოვიდა სახში და ჯერ ესე იგი ბატონს მოემსახურება, თქვათ და მერე თვითონ დაისვენებს და შეჭამს და როცა ბატონს მოემსახურება, უფალი კითხვას სვავს, რომ მასო ბატონისგანო მადლობა ეკუთვნის, ანუ მონას ბატონისაგან მადლობა ეკუთვნის, რომ მომემსახური არ ამგონებ, უფალი ესე ამბობს. არ ამგონია რომ მადლობა ეკუთვნოდეს. იმიტომ რომ მან თავის მოვალეობა აღასრულა და ესე გვეუბნება ეგრეცა თქვენ, ოდეს ხოთ ბრძანებული თქვენ და ანუ როცა ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ, რითაც ჩვენ თავი მართალი გგონია, ეს არის ჩვენი ვალდებულება. და ოდეს ხოთ ბრძანებული თქვენ და თქვით ვითარამეთ მონანი ვართ უხმარნი, რომელიც თანაგვედვა ყოფათ ვყავ. ნებისმიერი სიკეთე ადამიანის მიერ გაკეთებული, ეს არის ვალდებულება, რომლის გამოც ადამიანს მადლობაც კი არ ეკუთვნის ღვთისაგან. აი ესე ამბობს უფალი. ადამიანი არ ცხონდება სიკეთის კეთებით. სიკეთის კეთება ეს არის ადამიანური ცხოვრების ნორმა, რომ ადამიანი გერკვას, ადამიანი სინანულით ცხონდება. და რა კავშირი აქვს სინანულ სიკეთის კეთებასთან, ეს ცალკე თემაა, ეხლა ამას არ ჩაუღმავდები. და კავშირი აქვს, რა თქმა უნდა. ხედვა გვაქვს უკვე, როცა ხედავთ, რომ ჩვენი ცხონების საკითხი ეს არის საიდუმლოებითი საქმე და არა უბრალოდ რაღაცა მართალი იყო და შენი სიმართლით პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილო და სხვაზე უკეთესად ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ადამიანი თავის სიმართლით ცდილობს შეჭრას სასუფეველში, ის ყოველთვის დაინახავს თავის გარშემო ადამიანებს, რომლებიც უვარგისნი არიან. აი ესეთი ადამიანის ბუნება. და როცა პავლე მოციქული შემდეგ აი დღეს წმინდა წერილში თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში გვეუბნება, რომ გლოცავთ თქვენ ძმანო, ანუ გლოცავთ გევედრებით, სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის ცემდით სულ მოკლეთა, თავს იდებდით უძლურთა, სულგზელ იყვენით ყოველთა მიმართ, ამის გაკეთება ადამიანს არ შეუძლია. არ შეუძლია თუ თავად არა აქვს ის ჭეშმარიტი სინანული, როდესაც მან იცის, რომ თავის სიმართლით კი არ ცხონდება, არამედ სინანულით, ანუ ღვთის მოწყალებით. ასეთ ადამიანს მერე უკვე შეუძლია, რომ ასწავლოს უწესოს, ანუგეშოს სულმოკლე, უძლური თავს იდვას და ყველას მიმართ სულგზელი იყოს, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი არავის განიკითხავს. არავის განიკითხავს. იმიტომ რომ მან იცის, რომ თვითონაც თავის თავსაც ძალიან კარგად ხედავს. და თუ რამე მაინც მისი ქმედებებით რაღაცა სიკეთე გამოდის, მან იცის, რომ საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. მერე გვაფრთხილებს პავლე მოციქული, ეკძალენით, ანუ ფრთხილად იყავით, ნუ უკვე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ. ესეც არ არის უბრალოდ ზნეობრივი ნორმა. იმიტომ რომ როდესაც და ამის მსგავსი მაგალითები ბერია, მაგ პავლე მოციქული ამბობს, წინ აღუდგებით ბოროტებას. ეს უცნაურია, იმიტომ რომ ლოგიკასთან შეუთავსებელია. იმიტომ რომ ლოგიკა მეუბნება, რომ თუ ბოროტებას წინ არ აღუდექი,
მაშინ ის ბოროტება ხო გაიმარჯვებს დედამიწაზე, ხო გადაგჯერგავს. ხო, აბა რანაირად შეიძლება ისე. მაგრამ საინტერესო სწორედ ისაა, რომ ქრისტიანობა თვით ძველ აღთქმაშიც კი სხვა რამეს გვეუბნება, ანუ ღმერთი რაღაც სხვანაირად აგვარებს აი ამ პრობლემას. გახსოვთ ხო, კაინი აბელს კლავს. ღმერთი კატეგორიულად გძალავს კაინზე შურისძიებას, იმიტომ რომ აბელს მარტო კაინი და აბელი ხო არ იყვნენ, დედმამიშვილები ყავდათ. კატეგორიულად გძალავს. და ამით ჩვენ გასაგონად ამბობს წმინდა წერილი, რომ შურისძიება, ანუ სამართლიანობის დამყარება დედამიწაზე ჩემი საქმე არ არის, იმიტომ რომ ეს ახალ უბედურებას იწვევს. მერე ვიღაცა მოკლავდა კაინს, მერე ახლა ის იქიდან ვიღაცა მოკლავდა ამას და ასე შემდეგ. ესეც ხდება და ლოგიკურად ეგ სწორია. ჩვენ ვიცით მაგალითად აი მთაში სისხლის აღების ინსტიტუტი რო არსებობდა. ძალიან ბევრი ისტორიკოსი ესე განმარტავს, რომ ეს აუცილებელი იყო ასე. თვით ძველ აღთქმაშიც ვხედავთ მერე უკვე ამას, რომ თვალი წილ, კვილი წილ და სიცოცხლეს წილ. იმიტომ რომ ადამიანი სამწუხაროდ ვერ ცხოვრობს ღვთის ერთგულებით და რაღაცა გარეგანი სამართლებრივი ნორმები ძალიან ხისტი ხანდახან არსებობს იმისათვის, რომ მთლიანად ქაოსში არ ჩაიძიროს დედამიწა, სამყარო. ამიტომ სახელმწიფო თქვათ მართლობა პავლე მოციქული ამბობს ხელისუფალს ხმალი ტყუილა არ აქვს. ანუ ეს მაინც არსებობს. კიდევ ვიმეორებ სამართლებრივი ნორმები. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ქრისტიანული არ არის. იმიტომ ქმნის ქრისტე სხვა სამეფოს. პილატეს რეუნება, ჩემი სამეფო ამ ქვეყნიური არ არის. ჩემი სამეფო რომ ამ ქვეყნიური ყოფილიყო, მე ხო დამიცავდნენ ჩემი მსახურები, მაგრამ ჩემი სამეფო ამ ქვეყნიური არ არის. იმიტომ არსებს ის სამყაროში თავის სამეფოს, რომელსაც ეკლესია ქვია. სამწუხაროდ ჩვენ ეკლესიაში შეგვაქვს ამასופლის სული სამწუხაროდ, მაგრამ სინამდვილეში აქ სხვანაირად არის საქმე. და როდესაც ჩვენ გვეგრძალება ეგზალენით უკვე ბოროტსა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ, კიდევ ვიმეორებ ეს კიდე ლოგიკურად გაუმართლებელია, მაგრამ და რატომ? იმიტომ რომ მაშინ ბოროტება გადაჯეგავს ყველაფერს ერთის ხრივ, იმიტომ რომ ბოროტებას წინ არავინ არ აღუდგება, მაგრამ აქ არის სწორედ კლავ საიდუმლოება ჩვენთან ღმერთის ყოფობისა. იმიტომ რომ თუ ადამიანი მართლა ქრისტიანია, თუ ეკლესია მართლა მწირობს ამ სამყაროში, მართლა არის ისე, როგორც ქრისტემ დაარსა და ჩვენ ასე უნდა ვიყოთ, მაშინ როცა ადამიანი სრული მინდობით უფალზე, სრული მინდობით აღასრულებს მის მცნებებს, მაშინ ბოროტებამ ვერ იმარჯვებს საიდუმლოებრივად კვლავ ღვთის უცნაური განგებულებით. სიკეთის კუნძულები ბოლომდე იარსებებს ამ სამყაროში თვით ანტიქრისტეს გამეფების დროსაც კი. და ეს უფლება, რომ ბოროტი არ მიაგო და ბოროტი არ ალაგმო ბოროტებით, ძალა არ ალაგმო ძალით, აი ეს უფლება უნდა ამას, იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ კიდევ ვიმეორებ ბოროტს წინ არ აღუდგები ნიშნავს ბოროტებას ამარჯვებინებ, მაგრამ რო არ აღუდგები, აი ეს უფლება მოგცა ქრისტემ ჯვარცმით, როცა ის კლდება ჯვარზე და თავის ბოროტის მკმნელებისათვის ლოცულობს. მამაო მიუტევი არ იციან რა საკეთებენ და გვაძლევს მაგალითს ამას. აი ამის კეთებას, ამის ქმნადობას ძალიან დიდი ძალა ჭირდება და ადამიანს ეს ძალა არ აქვს. და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ჩვენში ქრისტე ცხოვრობს. კვლავ ეს არ არის, ამიტომ ზნეობრივი ნორმა, რომ ბოროტებას არ უპასუხო. ეს არის კვლავ ქრისტოცენტრული ცხოვრების ნაყოფი. თუ ჩვენში ღმერთი არ არის, ამის გაკეთების უნარი ადამიანს არ აქვს, მაგრამ ეს ცნება არის. ანუ სავალდებული. არამედ მარადის კეთილსა შეუდექით ურთიერთარს ყოველთა მიმართ. მარადის კეთილს შეუდექით უპირობოდ, მხოლოდ სიკეთე. და შედეგად რას ვიღებთ? როცა ადამიანი ასე ცხოვრობს და ასე რო ცხოვრობს, კიდევ ვიმეორებ, ეს ზნეობრივი ნორმა კი არ არის, ეს ნიშნავს ადამიანში ღმერთია და თუ ადამიანში ღმერთია, მაშინ მისი ნაყოფი, გარეგანი ნაყოფი გნებავჩინაგანი დაარქვით რა არის? მარადის გიხაროდენ, მოუკლებლად ილოცევდით, ყოველსა შინახ მადლობდით. აი ეს ღირებულებები, ეს სათნოებები, რომ მოუკლებელი ლოცვითი მდგომარეობა გქონდეს ღმერთთან კავშირი, მადლიერებით ვიღვიძებდეთ, ვიძინებდეთ, მადლიერება ანუ ევქარისტია მარტო წირვის დროს კი არ იყოს, სულ იყოს ყოველთვის და ეს იწვევდეს ჩვენში სულ სიხარულს. ეს მდგომარეობა არის მაშინ, როდესაც ჩვენში ღმერთი ცხოვრობს და თან ეს მდგომარეობა, კიდევ ვიმეორებ, არის სავალდებულო. იყავნება შენი მამაო ჩვენოში ვამბობ. და უცებ, როცა გვეუბნება, რომ მარადს გიხაროდენ, მოუკლებლად ილოცვიდე და ყოველსა შინახ მადლობდით,
უცებ აგრძელებს რამე თუ ესე არის ნება ღვთისა ქრისტე იესოს მიმართ თქვენ და მიმართ. აი ნება ღვთისა, იყავ ნება შენი. ამას ვითხოვთ, რომ სულ მიხაროდეს, რომ სულ მადლობდე, რომ მოუკლებლად ლოცულობდე, მაგრამ ამას წინ უძღვის, აი ის რაც ის საიდუმლოება ადამიანის მდგომარეობისა, ქრისტიანის მდგომარეობისა, როცა ჩვენში ღმერთი ცხოვრობს. ხედავთ, როცა ჩვენ საუბრობთ ღვთის ცნებების აღსრულებაზე, რამხელა საიდუმლოების წინაშე ვდგებით, რომელსაც ქრისტეს ჩვენში მყოფობა ქვია, სხვანაირად ეს არ გამოდის და არ გამოვა. სულს ანუ დაავსებთ, ანუ დაშრეთთ. ანუ მადლი, აქ ამ შემთხვევაში მადლზეა საუბარი. მადლის გარეშე ადამიანს რწმენაც კი არა აქვს. არა თუ რამის გაკეთება, აი თუ გიხარიათ აქ მოსვლა, თუ გიხარიათ ზიარება, თუ გიხარიათ სახარების ხელში აღება, თუ გინდათ ლოცვა და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მადლის მოქმედებაა. საკმარისია მადლმა დაიკლოს. ესე იგი ძალით ვერ წამოგიყვანთ ვერავინ ტაძარში. და ამის მაგალითები არსებობს, როცა ჩვენ თვალწინ აი დრამა გათამაშდება ხოლმე ადამიანი, რომელიც თქვათ სულიერად ცხოვრობს და სამწუხაროდ უშვებს რაღაც სერიოზულ შეცდომებს და მადლი მოაკლდება. რა ემართება ასეთ ადამიანს? ესე იგი, აქ იცის ლოგიკურად, რომ ეკლესიის გარეშე ყოფნა არ შეიძლება, ვერაფრით ვეღარ ახერხებს მოსვლას, ვერაფრით ვეღარ ახერხებს აღსარებას, ზიარებას, ლოცვის წიგნის ხელში აღებას, სახარებას ვეღარ ახერხებს, იმიტომ რომ მადლი დაკარგა. მადლი განეშორა. და ამიტომაც აი ეს სუსტ დაავსებთ წინასწარმეტყველებასთან ნუ შეურაცხყოფთ. რა არის წინასწარმეტყველება? ეს არის ის ცოდნა, რაც ჩვენ წმინდა წერილში გვაქვს. ანუ არ ნუ შეურაცხყოფთ, ანუ ნუ უგულებელს ყოფ, ეს ჩვენ ცხოვრებაში უნდა რეალიზდეს. მე ჩვენ თავისუფლებას გვიტოვებს, ისე კი არ ეს კი ცნებად გვეძლევა ეს ყველაფერი, მაგრამ თავისუფლების შენარჩუნებით ნახეთ როგორ აგრძელებს მე ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიგრძალეთ. ეს ნიშნავს, რომ თავისუფლებასაც გიტოვებს. პასუხისგებლობით გვტვირთავს, რომ შენი ნაბიჯები შენთან უნდა გადადგა, შეცდომის უფლებასაც გაძლევს. იმიტომ რომ გამოიცადე და უკეთესი შეიგრძალეთ. ანუ ნახეთ რა შვილი ვიდგა, როგორც შვილს ისე გექცევა. ხო შვილს ხო ეს თავისუფლებასაც აძლევს, შეცდომის უფლებასაც აძლევს, რომ მე რაღაცას სიტყვით არ ესმის, საქმით მიხვდეს და შეინანოს. აი ეს არის მამაშვილური ურთიერთობა, სწორედ ღმერთსა და ადამიანს შორის. და მე კიდევ გვარიგებს ყოველი საქმისა ბოროტისა განეშორეთ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა არის ბოროტება. ადამიანს ქრისტიანის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება არის ის, რომ ანის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. და მოკლედ როგორ შეიძლება ეს ითქვას? ძალიან მარტივად. ის რაც ღვთის ნებასთან თანხმდრაში არის სიკეთე, ის რაც ღვთის ნებასთან თანხმდრაში არ არის ბოროტება, ცალსახად ბოროტებაა. ეს ცალსახად სიკეთეა. ანუ ჩვენი პრობლემა, როცა ჩვენ ვერ ვიგებთ კეთილს ვაკეთებთ ბოროტს, მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ვერ ვიგებთ ღვთის ნება არის ეს, რასაც ვიქ თუ არ არის ღვთის ნება. ხოლო თავად მან ღმერთმან მშვიდობისამან გლოცავს პავლე მოციქული წმინდა ყვენი თქვენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლით. ეს ტიპური პავლე მოციქულის სიტყვები, არა სრულებით, არა სიცოცხლით, არამედ ყოვლითა სრულებით და ყოვლითა სიცოცხლით. ანუ სრული სისავსე სრულყოფილებისა და სრული სისავსე სიცოცხლისა. აი ამას გვაძლევს ღმერთი. ანუ ეს არის როგორც სიმონახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ღვთის მდგომარეობაში, თავად ღმერთის მდგომარეობაში იმყოფება, უნდა იმყოფებოდეს ადამიანი მარადისობაში, ამას ნიშნავს. და ბოლოს აი რითაც დავიწყეთ, სული თქვენი, სამშვინველი და გვამი, ანუ ხორცი, უბიწოთ მოსვლას ამას უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესა დამარხენით. ანუ ბოლომდე უნდა მივიტანოთ ჩვენი თავი წმინდად, ანუ რას ნიშნავს წმინდად კიდევ ერთხელ, რომ ჩვენში ღვთისნება რეალიზდებოდეს, ჩვენ სულში, ჩვენს გრძნობებში, ანუ სამშვინველში და ჩვენს ხორცში. ხოლო ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები. შეგვეწიოს უფალი, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.